შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე მეორე დღე აქტივისტებსა და ოცნების ოპონენტებს ნარკოტიკულ თხრობაზე შემოწმებას თხოვენ. გუშინ პოლიციამ ამ მიზეზით ნარკოლოგიურში გადაიყვანა აქტივისტი ბექა პაპაშვილი და ლელოს სამი ლიდერი ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე, ბექა ბერიძიშვილი. თბილისის სხვადასხვა უბანში მათთან პოლიცია ფაქტობრივად ერთსა და იმავე დროს მივიდა. ჩემი შეყვარებული საფრთხალ მომაკითხეს ბატონმა სამართალდამცავებმა და გადავყავა ნარკოლოგიურ განყოფილებაში, რასაც მე სრულიად სულთა გახლავართ და ეს სისულთაა დამტკიცდება კიდევაც მე მოყვები. რას ემსახურება ნარკოტიკულ თხრობაზე აქტივისტებისა და ოცნების ოპონენტების მასობრივი შემოწმება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მიზანი პროევროპული პროტესტის მონაწილეების გაშავება. მათი თქმით, უმჯობესია ნარკოტიკულ თხრობაზე შემოწმება ოცნებამ საკუთარი რიგებიდან დაიწყოს. ივანიშვილის პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ ოპონენტების მხრიდან ყველაფრის პოლიტიკურ რეპრესიებად შეფასება არასერიოზულია. ესე იგი, ვისაც პოლიცია მივადა ეთქვის, რა ბატონო, ერთი ან ჩაბერე ნასვამი ხო არ ხარ, ან აბა ეს პროცედურები რაც არის ნარკოშემოწმებაზე, ესე იგი ეს უნდა მოინახოს ეს გინდათ თქვენ, ეს გინდათ ოპოზიციურ ლიდერებს, ეს უნდათ ოპოზიციურ არხებს, რომ აი აქ თურმე დიქტა არა, ჩვეულებრივი საპოლიციო საქმიანობაა, სადაც არის გონივრული ეჭვი, ხო გამოუშვეს. დააკავეს? არა. და ასე იქნება, ხვალ ზეგ შეიძლება რამდენია, იცი ჩვენი მათ შორის ჩვენი მომხრე ახალგაზრდა გადაამოწმეს. კი ბატონო, არაფერი არ არის, მოგზავნით. მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ აჟღერებდით, რომ რაღაც დანაშაული ვიღაცა ჰქონდათ, ხო? მათ შორის ჩვენს მომხრეებს, ზოგს იარაღის ტარება ჰქონდა, ზოგს რაღაცა. სამართლებრივი სახელმწიფო, აქ ჩვენიანი, სხვისიანი, ასე მიდგომა არ ეგონა. ბავშვებს რომ დაერიეთ, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, რომ ეხლა ნარკოლოგიურში უნდა გადავიყვანოთ. ირაკლი კობახიძეს მიმართა ამ ბიძინა ივანიშვილის სათამაშოს. ირაკლი, გადაამოწმე კახი კალაძე, გადაამოწმე ანრი ოხანაშვილი, გადაამოწმე გეკა თუ ჯეკა თუ რაც არის ეს კონკრეტული შინაგან საქმეთა მინისტრი. ბავშვებს რომ დაასდევ, საჯარო მოხელეები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები გადაამოწმე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. აბა ნახე, ხო არ ამოუგდებ შემთხვევით ვინმეს, აბა კალაძეს და კალაძის სტრუქტურაში მოიკითხე ეგეთი ხალხი. რაღაცა მკვლელ ნარკოტიკებთან მარტო მოხმარება კი არა. გასაღებაში ვინმე ხომ არ არის ეგეთი, ვინ შეიძლება ხელს უწყობს. და რაღაცა ეხა საჩვენებლად რო აკეთებ და თემების გადასაფარად რო აი თურმე და აქტივისტებს დაასდევთ, სახლებში უვარდებით. ნარკოტიკულ თხრობაზე შემოწმების მიზნით პოლიციამ დღეს კიდევ რამდენიმე აქტივისტი გააჩერა, მათ შორის იყო კოალიცია ცვლილებისთვის წევრი როკო მწყერაშვილი. სახიდან გამოსულზე ოფისში მიმავალს გამაჩერეს, მითხრეს რომ უნდა ჩამეტარებია შემოწმება, თუ არ გამოცხადებით სამართალო მართლის მოწყობას და დამაჯერებდნენ. ამის გამო გადავწყვიტე რომ იქ ჩამეტარებია, ჩამატარეს, აღმოჩნდა სისხლავე პროტესტი, ამის მერე გადმოვიყვანეს უკვე შარდსადის ჩასაბარებლად, ამის მერე უკვე ხო რა რაღაცა გამაჩერეს აღაროსი და ეხლა უკვე მითხრეს რომ შემიძლია წასულიყო. ჯამი არის რომ ეს ყველაფერი უსახურება ჩვენს დაშინებას, არა მარტო პოლიტიკური პარტიის წევრების დაშინებას, მთლიანად საქართველოს ადამიანების მოსახლეობის დაშინებას, მაგრამ არ შეგეშინდეთ